მიდან მეხუთე გვირა ვარდობისთვის ლამაზი დილა გაგვითენდა ჩემო ძვირფასებო, როცა ამ დროს ადამიანი გაიღვიძებს, ბუნებრივია უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ წამოვიდეს ეკლესიაში და ადიდოს ღმერთი. მე ვცდილობ ხოლმე კვირაობით ფეხით მოვიდე თუ არის ამის საშუალება ეკლესიაში და თქვენ არ ვიცი დაკვირვებული ხარ თუ არა, ძალიან ლამაზი სანახავია, როცა ადამიანები მიდიან წირვაზე. ბუნებრივია ისინი არ ფიქრობენ ბოროტებაზე, იმ დროს არ არიან განკითხვაში, უпростоრეთ არ უნდა იყვნენ განკითხვაში, არ შურთ, არ ცდილობენ რომ რამე ბოროტება ჩაიდინონ, ფიქრობენ ეხლა მივალ წირვაზე, ვიტყვი აღსარებას და ალბათ მივიღებ ზიარებას. მანქანა გაჩერდა დილით რომ მოდიოდი, მოკრძალებული მანქანა, წითელი ოპელი, ვატო ვასახელებ რომ მიხვდეთ რომ მაინც და მაინც დალხენდილი ცხოვრება შეიძლება არ გქონდეთ. და წინ მეუღლეების ხედან უკან ბავშვები. ვერ წარმოვიდგენთ რა ლამაზი სანახავი იყო ეს ოჯახი. გაბედნიერება რომ ოჯახი მთელი სისავსით მიდის წირვაზე. და მთხოვეს რომ დამჯდარიყავი მათთან ერთად. ადგილი კი არ იყო, მაგრამ მაინც მთხოვეს რომ დამჯდარიყავი. და მე მადლობა მოვახსენე მათ და გული სითბოთი და სიყვარულით ამბებსო. და რამდენი ოჯახი ამ დროს შეიძლება ზინავთ, შეიძლება ჩხუბობენ უკვე, შეიძლება სად არიან, რას აკეთებენ, ან საერთოდ არიან ერთად ოჯახი, ვინ სად არის ამ დროს ვერ გაიგებ. და გთხოვთ რომ ტრადიციასავით გქონდეთ რომ წელიწადში ერთხელ მაინც ორჯერ, ან ყოველ კვირა, ან თვეში ერთხელ მაინც რომ ცოლ-ქმარი ერთად ბავშვებთან მოხვიდეთ წირვაზე და შემდგომში გაისეირნოთ ქალაქგარეთ. და თქვენ ხო სულ გადაღლილები ვართ, სულ საქმე გვაქვს, დაძაბული ნერვები, დანორვეზებულები და ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ და მე ვერ ხვდებით რომ რამხელა მადლს ვაკლდებით რომ კვირას წირვაზე არ მივდივართ. და დავფიქრდი რომ დღეს ხო ბზობა არ არის, დღეს ხო რამე დღესასწაული არ არის, მაგრამ ისეთი სახეები ქონდა აი ამ ლამაზ ოჯახს, რომ მართლა აი გულში იქიდან დავიწყე მე დღევანდელი წირვა და ამიტომ დავიწყე დღევანდელი ქადაგება. ისე გაგვიჭირდა ჩემო ძვირფასებო რომ 17 მაისი დაგვჭირდა ოჯახის დღეთ რომ დავადგინოთ. ეს ხო ხელოვნურია, პატრიარქმა ასე ინება, იმიტომ რომ ამ დროს ცოტა ისეთი ადამიანები გამოდიან და თავიანთი სხეულით და თავიანთი ცხოვრებით ვაკვირვებენ, რომ ჩემი სხეული ჩემი უფლებაა და რასაც მინდა იმას უზავ, რა თქმა უნდა, რაც უნდა ისქნან, მაგრამ ამ ყველაფრის აფიშირება, სოდომ-გომორული ცოდვების სიამაყე, ეს უკვე ზნედაცემულობის უმაღლესი მწვერვალია. და ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ხალხი არ გაპარპაშდეს, ჩვენ გქონდეს კარგი ოჯახები. მე რამდენჯერმე გავედი იმ ესე თქვათ დღეს, როცა ეკლესია ღდლები, მრევლი გამოდის, მაგრამ აღარ მაქვს რატომღაც სურვილი რომ გავიდე, რომ მე ისეთი ხალხი დავინახე და ისე იქცევიან იქ, რომ ეს ოჯახის ზეიმი კი არა, რაღაცა თითქოს ძალოვანი სტრუქტურების ზეიმი იყოს, თითქოს ვიღაცას ვაჩვენებთ რაღაცას. და ჩვენ თუ გინდა რომ ქვეყანა იდგეს ფეხზე და ნაკლები ცოდვა იყოს, ნაკლები გარყვნილება იყოს და ნაკლები ბოროტება იყოს, კარგი მამა იყავი ოჯახის, კარგი დედა იყავი, კარგი შვილები გაზარდე და აჩვენებ მუშტებს რომ აი შენ ამას გიზავ, იმას გიზავ და ასე და ისე. ეს არ არის მართლმადიდებლური ქმედება, მაგრამ პატრიარქმა აკურთხა ეს დღე, იმიტომ რომ საჭირო გახდა რომ შეხედა პატრიარქმა რომ ნაკლებად არის კარგი ოჯახები და ნაკლებად არის მორწმუნე ოჯახები, იქნება აი ამ დღეს მაინც ვინმეს გაახსენდეს რომ მოდი ამ დღეს მე ჩემს ოჯახს შევკრიბავ, ერთად ვისადილებთ, ერთად ვივახშმებთ. შეიძლება საშუალება არ გაქვს რომ ქალაქგარეთ გახვიდე, მაგრამ რაღაც ყვავილები მოუტანე მეუღლეს, ბავშვებს კანფეტები, საჩუქრები, ან თავზე ხელი გადაუსვი და უთხარი მამიკო, დედიკო, ძალიან მიყვარხარ. ეს ხო უკვე აღარ ხდება ფაქტიურად. და ხშირად ვიღებ ხოლმე ფოტოებს ჩემს შვილებთან ვეფერები, აი იმათი ჭკვისავ ხდები. რატო? იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება, როცა მამას და დედას შვილები უყვარს და მათთან ერთად არის. როცა დაგჭირდება მათი თავი და ისინი გაიზრდებიან, არც იმათ არ ეცლებათ, როგორც თქვენ არ გცალიათ მათთვის. აი ძალიან ბევრმა დიდმა მუსიკოსმა მახსოვს, მე ბავშვობაში მელომანი ვიყავი, ჯონ ლენონმა, ბიტლზების სოლისტმა თავი დაანება ესტრადას და შვილი რო გაუჩნდა ჯულიან ლენონი, დაიწყო მისი აღზრდა. როგორი აღზრდა მე არ ვიცი, მაგრამ ამ კაცმა თავისი შემოქმედება გვერდზე გადადო და თავისი შვილი დაკავდა, ერთი შვილი ყავდა მგონი. და ჩვენ მადლობა ღმერთს რომ ბევრი შვილები გვყავს და აუცილებელია ჩემო ძვირფასებო რომ ჩვენ შვილებს მივხედოთ. ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე, იმიტომ რომ ოჯახი არის მცირე ეკლესია, როგორც პავლე ამბობს, ეს მცირე ეკლესია თუ დიდ ეკლესიაზე არ არის მიბმული
ეს ჩაქრება, დაინგრევა, განადგურდება, შეიძლება გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს, ყველაფერი კარგად იყოს, რემონტი, ევრო, კარგი მანქანა, კარგი ჩაცმა, დახურვა, ჭამასმა, ლუარსაბივით, მაგრამ იქ არ იყოს სიყვარული, იქ იყოს რაღაცა მოვალეობები და მეტი არა. ეხლა თქვენ დაფიქრდით, შეკითხვა დაუსვით თქვენ თავს, თქვენს მეუღლეებს, თქვენ შვილებს, სახში რომ მიხვალთ, თქვენი ოჯახი მოგწონთ? თუ მოგწონთ ძალიან კარგი, უფრო კარგი იყოს და თუ არ მოგწონთ და რაც ახლა მე ვთქვი, ასეთი რაღაცები ოჯახებში არ ხდება, დაიწყეთ დღესავე ამაზე ფიქრი. თუ გინდათ რომ კარგი მომავალი გქონდეს თქვენ შვილებს. ეს უბრალოდ შესავალი სახით გითხარით, რომ დღეს ძალიან დიდი დღეა, წმინდა თამარ მეფის ხსენება, მასზე მე გესაუბრეთ, როცა იყო აღდგომიდან მეორე კვირა, მენესაცხებლე დედების კვირა და კიდე მინდა შეგახსენოთ, ძალიან საინტერესო სიტყვებია თამარის, გთხოვთ რომ ეს დაიმახსოვროთ, როცა მას ათხოვებენ გიორგი რუსზე, ვითომ მართლმადიდებელზე, ასეთ რამეს ამბობს, რაც მე მგონი რომ ყველამ უნდა კარგად დაიმახსოვროს, რომ ყველა მართლმადიდებელი არა მართლად მართლმადიდებლობდეს, რომ ყველა მართლმადიდებელი არ არისო მართლმადიდებელი და ნუენდობით ვითომ მართლმადიდებლებსო და ძალიან საინტერესო სიტყვებს ეუბნება გიორგი რუსს, რომ ღმერთმაო, შენ კი არ მოგცა მეფობაო, ჩემი წყალობითო შენ გაგხადა საქართველოს მეფე. თუმცა თამარი მეფობდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, არანაკლები უფლებები ჰქონდა გიორგი რუსს. და ეს დააფასე ეს რამხელა წყალობა არისო. ვერცერთმა დაპყრობელმა ვერ დააფასა საქართველოს რა მარგალიტი და რამხელა ბრწყინვალე ქვეყანა, რომ ეს არ არის მართლა ჩვეულებრივი ქვეყანა, აქ მაცხოვრის კვართია და ღვთისმშობელი ამიტომ შემობრძანდა და ამიტომ არის განსაკუთრებული ფარველი ჯერ თავისი შვილის კვართის და მერე იმ ქვეყნისა, რომელ ქვეყანაშიც განისვენებს მაცხოვრის კვართი. და აი ამ სიტყვები მარტო თამარმა თქვა, სხვას არავის არ უთქვია რომ დააფასე. შემდგომში გაემეორა გაბრიელ ქიქოძე ეპისკოპოსმა იმერეთისა, ალექსანდრე მეფეს უთხრა იმპერატორს, რომელიც ესე ამაყად შედიოდა საკურთხეველში ამბიონზე და შეაჩერა და უთხრა, შეძდექი რუსის ხელმწიფეო, შენ ეს ქვეყანა რომელიც დროებით მოგეცა, ეს ქვეყანა არის მარგალიტი შენს გვირგვინში ყველაზე განსაკუთრებული და მას მოეპყარი ძალიან მოკრძალებით. იგივე შეიძლება უთხრათ ჩვენ წყალებში მოკავშირე ამერიკას, ერთმორწმუნე რუსებს და კიდევ ვიღაცებს, ვინც ძალიან დიდი მეგობრები არიან ჩვენი, რომ განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება ამ ქვეყანას. კი, ჩვენ კარგად ვერ უფრთხილდებით, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი დასი ზეცაში, რომლებიც არ მიატოვებენ ამ ქვეყანას არასოდეს. ძალიან ბევრჯერ ეჭვის ქვეშ იდგა ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, მაგრამ ზეციური მფარველები თამარ მეფის სახით ყოველთვის გვიფარავდნენ, ყოველთვის გვიფარავენ და ყოველთვის დაგვიფარავენ. მაგრამ ჩვენ ამით არ უნდა გავდიდგულდეთ, როგორც იციან ხოლმე, ივერე გაბწყინდება. რა თქმა უნდა გაბწყინდება, ოღონდ არა შენით და ჩემით, არამედ მართლმადიდებლური ცხოვრების წესით გაბწყინდება ივერია. და ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად. და აი თამარი იყო ამისი მაგალითი და გთხოვთ რომ კიდევ კარგად, აი ვიცით ხოლმე, კი თამარი, მაგრამ აი რატო იყო გამორჩეული? ევროპა და მსოფლიო იცნობს დედოფლებს, მაგრამ ქალი მეფე არ ყოფილა. აი ეკატერინე მეორე ამხელა რუსეთი აყოლა ფაქტურად, მაგრამ მეძავი იყო. თამარი ცხოვრების წესითაც კარგი ადამიანი იყო და მისი სიძლიერე იყო იმაში, როგორც რუქნადინს მიმართავს, რომ შენ აურაცხელი ჯოგის იმედით მოდიხარ ჩვენზე, მაგრამ მე ქრისტეს ჯვრით და ერთგულებით მოვდივარ შენზე. და ამიტომაც იყო რომ ბასიანი და შამქორი ბრწყინვალეთ მოიგო. ომის დაწყების წინ თვეობით იყო ჩაკეტილი ფეხში შველა და ლოცულობდა და ომის შემდეგაც გამარჯვებული ღრეობას კი არ მართავდა, ტიროდა იმ დაყრილი სისხლის გამო, რომელიც დაიღვარა ქვეყნის გადარჩენისთვის. და ეხლა მე მგონი მიხვდებით რატოა ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მსგავსი თამარი არ აქვს, მსგავსი დავითი არ აქვს, მსგავსი გორგასალი არ აქვს. თამარის სიძლიერე იყო ღვთის მორჩილებაში. მას ადარებენ კონსტანტინე დიდს, ვინც იყო პირველი, ესე ვთქვათ, ქრისტიანი იმპერატორი ბიზანტიის. მან მოიცით რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია და თამარიმაც, რა თქმა უნდა, იმასშტაბით არა, მაგრამ მოიწვია დარბაზი და სთხოვა ნიკოლოზ გულაბერის ძეს, მაშინდელ კათალიკოსს და მამებს. გავასწორეთ სარწმუნოება ჩვენი,
გამოსწორება დავიწყოთ ჩვენიდან. მეფე გამოსწორდეს, მეფის სასახლე გამოსწორდეს, ვეზირები გამოსწორდნენ და გამოსწორდება გლეხობა. გამოსწორდნენ საღვთელოება და გამოსწორდება მრევლი. აი ჩვენი უბედურება ჩემო ძვირფასებო. თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა აყვავდეს, თამარისნაირს ვერ გავკაბნიერდები, მაგრამ ღვთის მოშიში ადამიანები არა სანთლებით როდგანა და მობილურში რომ იყურებიან, არამედ ცხოვრების წესით ქრისტიანები, რომლებიც არიან. აი ეს ხალხი უნდა მართავდეს ქვეყანას და ღირსეული ეპისკოპოსები, ღირსეული სამღვდელოება, არა ჩინმენდლებით, გარეგნობით და ძვირფასი ნივთებით, არამედ ქადაგებით, სულიერებით, თავდაბლობით და სიყვარულით. აი რა აკლია ჩემო ძვირფასებო, მთელი ქვეყანა არის ჩამოკიდებული ერთ ადამიანზე დღეს. ესეთი ადამიანი კათოლიკოს პატრიარქია ილია მეორე, რომელსაც მე არ ვიცი სული რაში უდგა ფაქტიურად რა. აშკარად ამ ადამიანთან არის ღმერთი. აშკარად ამ ადამიანთან არიან ანგელოზები, რომ ეს ადამიანი დღეს ჩვენ გვიძლებს. და გეტყვით უკრაინის მიტროპოლიტის ონოფრეს სიტყვებს, რომელიც იყო ჩამოსული სამებაში, წელს იყო ჩამოსული პატრიარქის აღსაყდრების მისალოცად. პატრიარქი სულად რო გახდა მე სამწყობოში წაიყვანეს და მან რო უყურა სამებაში როგორ მსახურებენ და როგორ იქცევიან შიგნით და გარეთ, კიდე კარგი ხანი გაუძლიაო ამ კაცს თქვენთვისო თქვა. იცით რატო? აი დაესწარით და ნახავთ იქ რა ხდება რა. მე არ განვიკითხავ კიდე მე ამას გულის ტკივილით ვამბობს. ჩვენც არა ვართ მამა აბრაამის პატკნები, მაგრამ რაც იქ ხდება, ეს არ არის ღვთისმსახურება, ეს არ არის წირვა ლოცვა. იქ ერთი კაცი ლოცულობს, დარწმუნებული ვარ ამას. ეს არის პატრიარქი. ის არ არის მსახური, იქ ვერ გაიგებ რა ხდება. ამ სიტყვებზე ვაგებ პასუხს, როცა გინდათ მაშინ. და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ერთად წავიდეთ და დავესწროთ. შეკითხები მე დაუსვით თქვენ თავს. დღეს ასევე ჩემო ძვირფასებო გითხარით რომ არის სამარიტელის კვირა. ძალიან წინვალე კვირაა და ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო სახარება. იოანეს მეოთხე თავის მეხუთე მუხლიდან 51 თუ 40, ნუ მთელი თავი ეძღვნება ამას. თუ გინდათ რომ გაერკვოთ რა არის ქრისტიანობა, ეს თავი შეისწავლეთ ძალიან კარგად. დღეს არის დასახელებული იმ ადამიანის, იმ ქალბატონის შესახებ, რომელთანაც ქრისტემ ინება საუბარი. ეს ქალბატონი დასახელებულია სამ უცნაურ ადამიანში. თქვენ იცით რომ ქრისტიანობა მერჯელ მithქვია განსაკუთრებული რელიგიაა და მან როგორც კარლ მარქსი, წარმოიდგინეთ ვისი ციტატა მომყავს, როგორც კარლ მარქსი ამბობდა, ქრისტიანობამ დაარსებიდანვე წინააღმდეგობაში შევიდა სხვა რელიგიებთან, იმიტომ რომ სხვა რელიგიებში სულ ყველაფერი სხვანაირად არის. იქ წარმოუდგენელია რომ ცოდვილი 64-ში შევიდეს. და აი დღევანდელი სახარება და არა მარტო დღევანდელი სახარება, აი მინდა დავასახელო სამი უცნაური პიროვნება, ვინც ღმერთმა გამოუარჩია. და რითი გამოუარჩია? პატიოსნებით? არა, განათლებით? არა. ცოდვილი ცხოვრებით. ეს არის პირველი, დაემახსოვრეთ, ავაზაკი. რა საოცარია, ჩემო ძვირფასებო, რომ მოსე კი არ შეიყვანა 64-ში და აბრაამი, ავაზაკი შეიყვანა. ვის ახარეს, ვინ ნახა და ვინ ახარა მსოფლიოს რო ქრისტე აღდგა? პეტრემ, იოანემ? არა. ცოდვილმა მარიამ მაგდალინელმა 7 ეშმაკი განდევნა მისგან. ცოტა არ არის, ხო? ჯერ ერთი მითხარი და 7 ეშმაკი, ანუ ახლა წარმოიდგინეთ რამხელა საშინელებაა. 7 ეშმაკი განდევნა მარიამ მაგდალინელიდან და აი ეს ქალბატონი გახდა מחარებელი მთელი მსოფლიოს. რა საოცრება, აი არ არის მართლა უცნაური. ამას ისლამში ვერ ნახავთ. ამას იუდაიზმში ვერ ნახავთ, ვერსად ვერ ნახავთ. და იმას ვერ ნახავ რომ თელ ახალ აღთქმაში ქარს 5 ქმარი ყავ გამოცვლილი, ცხოვრობს მე-6-ესთან, ანუ მრუშობს და ქრისტე ეუბნება რომ მე ვარო ქრისტეო. ასეთი რამე არ ხდება ჩემო ძვირფასებო. ასაოცარია, წარმოიდგინეთ რომ ეუბნება რომ ეს ქალი ეუბნება, რა საინტერესო ქალია. გამიგიაო რომ უნდა მოვიდესო ვიღაც ქრისტეო და მე ვარო იესო ქრისტე ეუბნება ის. მე არ ვიცი. ამაზე შეიძლება რომ ჩვენ მართლა გაუგნებულები დავრჩეთ. რა საინტერესო დიალოგი იმართება და დავიწყებ ცოტა თავიდან რომ უფრო კარგად მივხვდეთ დღევანდელი სახარების შინაარს. იესო ქრისტე მოვიდა, რათა გაბუტული, გადამტერებული ხალხი შეარიგოს. სამარიტელის კვირა ქვია. ისრაელი იყოფოდა 4 მხარეთ. აი როგორც ჩვენთან არის კახეთი, გურია, სამეგრელო, ასე იყო იუდია, სამარია, გალილეა და პერეა. და იუდეველი რომ მიდიოდა გალილეაში, უნდა ძალიან ახლოს იყო.
სამარია უნდა გაევლო, მაგრამ არა იმგან ეზიზღებოდა სამარიტელები, რომ ესე უვლიდა პერიადან უვლიდა, ანუ 5 მაგათ შორს მოუვლიდა და მივიდოდა გალილეაში. რატო ეზიზღებოდა? როცა ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდეველები ბაბილონში დაკეთებით მიმოფანტა და შემდგომში კიროს მეფის ბრძანებით ბრუნდებიან ისინი, ხედავენ რომ აი ამ სამარიის ადგილზე არიან დასახლებული წარმართები, რომლებმაც არ დაუთმეს თავი ოჯახები ისრაელს და მოხდა მათი ასიმილაცია იუდეველებთან. აღიარებდნენ მოსეს 5 წიგნეულს, ააშენეს გერეზიმის მთაზე ტაძარი მსგავსი სოლომონისა და ყველაფერში ჯიბში ედგნენ ებრაელებს. ანუ დღემდე ესენი არიან გადამტერებული ხალხი. აი ჩვენ ისი არა ვართ გადამტერებულები ოსებთან და სომხებთან და ასე თქვათ აფხაზებთან. ჯვარი გწერია, ჩვენ მალე დავმეგობრდებით ისევ და ისევ ერთად ვიქნებით ეს ხალხი, მაგრამ აი ისინი შეურეგებელი მტრები არიან. და ნახეთ, სად მოუძებნა ქრისტემ ის მომენტი, რომ მოციქულები არ არიან და მოდის სამარიტელი ქალი და მაცხოვარს, როგორც იუდეველს აცვია იუდეველების შესამოსელი და სთხოვს, რომ დამალევინე მე წყალი. გაოცდება ეს ქალი, რომ როგორ შენ იუდეველი ჰურია, მე მეუბნევი, რომ წყალი დაგალევინო შენ. თან იცით, რომ ქალთან საუბარი არ შეიძლება. ებრაელი მამაკაცი არ ესაუბრება ქალს. ეს დიდი დამცირება იყო კაცისთვის. და ამიტომ მეუბნება, რომ შენი ქმარი მოიყვანეო, რომ მას დაველაპარაკო. ახაც უკვე დაარღვია ქრისტემ, ზოგიერთები რო გვეუბნებიან, რომ ქრისტიანობა თითქოს ებრძვის ქალბატონებს და პირიქით, ქრისტიანობამ აღმოფხრა ანტიკური ხანის სისულელეები და ქალი აიყვანა ყველაზე მაღალ იერარქიაში, რაც კი შეიძლება მიაღწიოს ქმნილებამ. ის დააყენა სერაბიმ ქერუბიმებზე მაღლა, დედა ღვთისმშობელი. და აი ამ მეძავ ქალს ეუბნება, რომ მე ვარო ქრისტე. ეს ქალბატონი ეს გაოცებული ეუბნება, რომ როგორ მთხოვმე შენ წყალი დაგალევინო და ქრისტემ უთხრა, შენ რომ გქონდეს ღვთის ნიჭი, უყურეთ, ღვთის ნიჭი რომ გქონდეს, ანუ ყველა ადამიანს უნდა გქონდეს ღვთის ნიჭი. ღვთის ნიჭი რა არის? ჩვენ გვიხარია ხოლმე, რა ნიჭიერი შვილი მყავს, ხომ ღერის, ცეკვავს, ასე ისე. ეს ნიჭები არ არის ჩემო ძვირფასებო. ეს არის ამ პარტავნებაში გასამტკიცებელი საშუალებანი. ნიჭი არის უფლის შეცნობა. ნიჭი არის, როცა შენ ახარ ქმნილება და შენი შემომქმედი გახსოვს. ამაზე დიდი ნიჭი არ არსებობს ქვეყანაზე და შეიძლება ისე იცხოვრო. აი ხა წაღან ერთმა დილას მახარა, რომ ჩემო დიშვილმა ყველაზე კარგი პედაგოგის დიპლომი აიღო. მეთქი ძალიან კარგი, მაგრამ ყველაზე კარგი საჩუქარი არის, როცა შენ კარგი ადამიანი ხარ და ნიჭი გაგხვთისა ყველა ადამიანს აქვს მიცემული ცხოველების გარდა, რომ მან შეიცნოს თავისი შემომქმედი და ბევრმა ადამიანმა ისე იცოცხლა, რომ ეს ნიჭი თავის თავში არ აღმოუჩენია არასოდეს და ასწავლეთ თქვენ შვილებს, რომ თქვენ შვილებო ხართ ხატება და მსგავსება და პირველი ნიჭი ეს არის, რომ შენ უნდა იცნობდე შენ შემომქმედს და თუ ბავშვმა და თქვენ ეს ნიჭი თქვენში ვერ ნახეთ, გინდა გიცხოვრია, გინდა არა, მაინც როცა იქნება გარდაიცვლები უნიჭოთ და ვერ იხილავ შენს მაცხოვარს და იმახსოვრეთ კარგად. რომ შენ რომ ვიცოდე და გქონდეს ნიჭიო, მე მთხოვდი რომ დაგალევინო წყალიო. და მე ვისაც დავალევინებ წყალს, მას არ მოსწყურდება არასოდეს. ეს არის სულიწმინდის მადლი. ეს არის სიხარული, ეს არის სიყვარული, ეს არის ბედნიერება. თუ შენ ერთხელ დალევ აი ამ წყალს, ანუ მოინათლები, ანუ შენში გადმოვა სულიწმინდის მადლი, ეზიარები ეკლესიაში ხარ, აღარ მოგწყურდება აღარასოდეს და სულ იქნები მხიარულად, სულ იქნები უფალთან. და ეს წყალი ჩვენ ზოგიერთებს დალეული არა გვაქვს. ან შეგვიცვალეს და სხვა რამეს ავსვათ და გონია რომ იმას ავსვათ, იმიტომ რომ მე ვერ ვატყობ ადამიანებს სახეზე რომ ისინი იყვნენ ქრისტიანები. აი თხოვთ ამაზეც გაამახვილეთ ყურადღება. ეხლა ეს ეშმაკი ქალია ძალიან, მე ვიციო რომ თქვენ ამბობთო იუდეველებიო რომ სოლომონის ტაძარში უნდა ადიდოთ ღმერთიო. ჩვენ ვამბობთო სამარიტელები რომ გერეზიმის მთაზე და სად უნდა ვცეთო ჭეშმარიტი თაყვანიო. ასია დააკვირდი დღესაც ხო? აი იქ უნდა დავესწრო, იქ უნდა იქ ვიყავი იერუსალიმში ათონზე. როგორ გეკადრებათ? ეს მართლმადიდებლური სწავლება არ არის, საცა გინდა და ეს წარი, ოღონდ ის რო არის სიმღერა, საცა გინდა იქილოც იმაზე კი არა, მაგრამ მართლმადიდებულ ტაძარში, მიყრუებულ სოფელში, გინდათ ათონზე, გინდათ რომელიღაც ყველაზე უკიდურეს წერტილში და ეს წარი, ეს წყალი დალიე, სულიწმინდის მადლი მიიღე, ეზიარე და აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, ჭეშმარიტი თაყვანისცემა, ვისაც ეძებს ღმერთი და ქრისტემ უთხრა რომ არც სოლომონის ტაძარში და არც გერიზიმის მთაზე
ეს ყველაფერი არის ფარისეულობა, იმიტომ რომ თქვენი სხვა რამის გამო დადიხართ, როგორც დღეს თქვი, არამედ ღმერთი არის სული და ჩვენგან მოითხოვს თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით. ეხლა ეს რას ნიშნავს მითხარით? ეს რას ნიშნავს და იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც არის ძალიან კეთილშობილი, ძალიან პატიოსანი, არ მრუშობს, არ იპარავს, არ ჭუბობს, წესიერი ერთგული თანამშრომელი და კარგი მეუღლეა სახში. და ისინი ამბობენ, მე რაზე უნდა მოვიდე ეკლესიაში, მე არაფერს არ ვაშავებ. ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება, რომ ზნეობა და სულიერება სხვადასხვა რაღაცა არის. არც ავაზაკი იყო ზნეობრივი, არც სამარიტელი ქალი და არც მარია მაგდალინელი, მაგრამ ეს სამი გამოარჩია ღმერთმა. რითი გამოარჩია? მიხვდნენ საკუთარ დანაშაულს და დაიწყეს ახალი ცხოვრება. აი რითი არის განსხვავება სულიერება და ზნეობრიობა. ეს ზნეობრივი შეიძლება თელი ცხოვრება დარჩეს ზნეობრივად, კარგ ადამიანად და მას ღმერთი არ დაჭირდეს. აი ევროპაში ახლა დაკეტილია ტაძრები და ამბობენ რომ ჩვენ ეკლესია აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი მოგვარებულია, სოციალური სამსახური, ყველაფერი არ გშია, არ წყურია, კარგად არის ყველაფერი. ჩვენ არ გვინდა ლოცვა, არ გვინდა ღმერთი. რუსეთში, საქართველოს საბერძნეთში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, ხო? ყველაზე გაჭირვებულები და ყველაზე გაუბედურებულები ვართ. ანუ ღმერთი, რა თქმა უნდა, აღიარებს ზნეობრივ ადამიანს, მაგრამ თუ ზნეობრივი დარჩება და ვერ მიხვდება, რომ ის ხიბშია და ვითომ კარგია, დამდროს ამპარტავანია იმ ფარისეველივით და სხვა ადამიანში ხედავს ცუდს და აცხადებს, რომ მე კარგი ვარ, ის ცუდია, მე ერთგული ვარ, ის მოღალატეა, მე შემწირველი ვარ, ის შეუწირველი და ასე შემდეგ. აი რატომ არის, რომ ეს სამი ადამიანი დავასახელე, ესენი გამოირჩეოდნენ მხოლოდ ცოდვილი ცხოვრებით, მაგრამ გონს მოეგნენ, ჭკვაზე მოვიდნენ და სამივე გახდა მახარებელი. ერთმა პირველმა ახარა თელ კაცობრიობას, რომ ქრისტე აღდგა, ერთმა 60 კარები შეაღო და მეორე მთელი სამარია მოიყვანა, გავიდა ქალაქში. წარმოიდგინეთ, როგორც მეძავს, ისე იცნობენ, მაგრამ ყველაფერი დაავიწყდა და გადის და ყვირის ქადაგებს ქრისტე ვნახევ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იმდენად ესეთი სახე ქონდა ამ ქალს, რომ დაუჯერეს. ხო შეიძლება რომ შენ ხო არ გასულიერდი, ახლა ამას დაუჯერებ მე. და მთელი ქალაქი მოიყვანა ქრისტესთან. და ამ ქალაქის მაცხოვრებლები განსხვავებით ღადარიანელთა ქვეყნისათვის, ღადარიანელთა ქვეყანაში ეშმაკეულები განკურნა და ღორების სკოლტი გადაეშვა კვოდან, უთხრეს რომ წადი აქედან, დაინახეს რომ მესია იყო, მოიშორეს ქრისტე იქიდან ამ ქალაქის წევრ მკვიდრებმა კიდე სთხოვეს, რომ 1-2 დღე დარჩით ჩვენთანო, რომ იქადაგო ჭეშმარიტებაო. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო მთავარი, რომ ნუ კი გარბი ხარ და ნუ კი გეჩქარება, არამედ უფალთან, მოძღვართან, ეკლესიაში დიდხანს იყავი, ბევრი გაიგე, ბევრი ისწავლე, ბევრი ილოცე, გიყვარდეს და მართლა ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო დღევანდელი დღის შესახებ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ გამიგეთ, ისი თქმა მინდოდა და გთხოვთ, რომ აი ესეთი უცნაურობით გავარკვიოთ სხვა ადამიანები, რომ გარეგნულად ნუ ვიქნებით თქვათ ის, მაგრამ შინაგანად ვიყოთ პატიოსნები და შინაგანად სულიერი ცხოვრება დავიწყოთ და ჩვენში გამოისახება იესო ქრისტე.